და ორ მიმართულებას, ერთი არის ენის დარღვევა და მეორე ბოდვა. ანუ და ბოდვის სხვადასხვა გამოხატულება. რაც შეეხება ენას, საქმე ეხებოდა, ესე იგი, ისეთი სიტყვების, ენიგმატიკური სიტყვების გამოყენებას, რომლებიც არ ატარებდნენ მნიშვნელობას სხვებისთვის, არამედ მხოლოდ მნიშვნელობა გააჩნდათ სუბიექტისთვის, როგორც ასეთი, ესე იგი, როცა მხოლოდ მას ესმის ამის მნიშვნელობა. Ça pouvait être la destruction des connexions qui nous semblent logiques. ანუ საქმე ეხებოდა, ეს შეიძლება იყოს ლოგიკური კავშირები, იმ კავშირების დარღვევა, რომლებიც ჩვენთვის არის ლოგიკური. Ну, საქმე ეხებოდა რაღაც სხვა ლოგიკას. Ça pouvait être l'absence de lien entre les mots et les choses. ეს შეიძლება იყო მაგალითად, როცა ციკლოზე საუბრობ როგორც ენის დარღვევაზე, კავშირის გაწყვეტა სიტყვასა და საგანს, სიტყვასა და აღსანიშნაოს შორის. Mais c'était encore, même si cela a été découvert plus tardivement, je donnerai les dates après. Le fait que certains mots avaient un pouvoir assez dangereux sur le corps. Prononcer certains mots provoquait des effets dans le corps. Des effets de ne pas se sentir vivant, des effets de se sentir envahi, de se sentir débordé. ზოგიერთ სიტყვას ეს თავიდანვე იქნა შენიშნული ფსიქიატრების მიერ, რომ ზოგიერთ სიტყვას, ზოგიერთ აღნიშნავს ჰქონდა ძალიან ძლიერი გავლენა ფსიქოტიკის სხეულზე. ეს სიტყვები, ეს ექსპრესიები, ასე ვთქვათ, პირდაპირ სხეულზე ახდენდნენ გავლენას, მაგალითად, სუბიექტს შეიძლება და დაუფლებოდა განცდა, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ან ის არის მთლიანად ანბაიერა, ესე იგი, განადგურებული ამ სიტყვით. Enfin, les troubles du langage pouvaient également concerner des expressions délirantes qui impliquaient des connexions très particulières entre la voix, qu'elle soit, après je ferai un peu de détails, pour l'instant c'est en vrac, qu'elle soit hallucinée ou entendue comme venant de la bouche d'un autre, le médecin, le psychiatre, le psychologue, le voisin, etc. Les connexions entre la voix et le corps. Oui. Tu traduis, je continue. ენის დარღვევასაც შეეხება, საქმე ეხებოდა ბოდვას, მათ შორის ბოდვით კონსტრუქტებს, სადაც განსაკუთრებული კავშირები ყარდებოდა ხმასა და სხეულს შორის. ხმას, რომელიც ფსიქოტიკ შეიძლება ესმოდეს, ესე იგი, გარედან ჰალუცინაციის სახით. Et même lorsqu'un patient psychotique, personne comme ça, se présente avec un délire qui est raconté comme vous pourriez, comme je pourrais raconter un conte, une histoire, des événements s'enchaînant les uns aux autres de façon compréhensible. Même dans ce délire, on trouve des phénomènes verbaux tout à fait extraordinaires, des expressions, des mots, qui touchent directement la façon dont le sujet vit son corps, vit de l'intérieur. Pas simplement se réfère à son image de corps, vit son corps. ბოდვა მოთხრობილია, შეიძლება იყოს მოთხრობილი როგორც ისტორია, როგორც თითქოს გარკვეული მოვლენების ჯაჭვი, გარკვეული თხრობის ფორმა შეიძლება მან მიიღოს, მაგრამ ამ დროსაც კი, როდესაც ის ესოდენ სტრუქტურირებულია, ბოდვაში გამოერევა ისეთი სიტყვები, ისეთი გამონათქვამები, ექსპრესიონ, რომლებსაც აქვს ძლიერი ზეგავლენა, ექსტრაორდინალური ზეგავლენა სხეულზე და პირდაპირ რეზონირებს, ასე ვთქვათ, სხეულში. Tel patient, par exemple, me raconte que les voisins, l'ensemble des voisins, a fait une espèce de contrat, de pacte, d'entente pour le faire mourir. Il ne manquera pas non plus de souligner que ses voisins sont idiots de vouloir le faire mourir puisqu'il est déjà mort.
ან მაგალითად პაციენტი, რომელიც ამბობს, რომ მეზობლებმა პირი შეკრეს, იმისთვის გარიგდნენ იმისთვის, რომ ის მოკლან. და ამავე დროს ის ამატებს, რომ ეს მეზობლები არიან იდიოტები, იმიტომ რომ მე უკვე მკვდარი ვარ. Et il me dit qu'il entend des voix qui lui parlent à travers les tuyaux d'eau, de canalisation, tu vois ce que je veux dire, les conduites d'eau, et à travers les fils électriques. და ის ამბობს, რომ მას ეს ხმები მოდიან კანალიზაციისა და წყლის მილებიდან და ელექტროგაყვანილობებიდან. მასთან მოდიან ეს ამ გაყვანილობებს გამოყვება ეს გზით. Les voix dans les canalisations lui disent tu vas mourir de soif. მაგალითად, ხმები, რომლებიც კანალიზაციიდან ისმის, ეუბნებიან მას, შენ წყურვილით მოკვდები. Les voix dans les fils électriques lui disent tu vas t'éteindre. Alors là, il y a un patient français qui parle français. Mourir, non. Non, c'est pas la même chose, écoute-moi. Quand on dit que quelqu'un s'éteint, ça veut dire qu'il meurt. Oui. C'est pareil? C'est pareil. D'accord, formidable, belle langue. ესე იგი და ის ხმები, რომლებიც მოყვებიან ელექტროგაყვანილობას, ეუბნებიან მას, რომ შენ ჩაქრები. ეტენდრ ნიშნავს შუქის ჩაქრობას, მაგრამ ამავე დროს ფრანგულ ენაში ეტენდრ ნიშნავს, რომ ილეეტენ ის გარდაიცვალა, რომ ჩაქრა, მილია. Or, patient, là, évidemment, je suis obligé de m'exprimer en français parce que ce patient s'appelle Claude. Et il dit, si je manque d'eau, il n'y a plus le son O dans mon mot, dans mon nom. Il s'appelle Claude. Claude, oui. Voilà, ok? Donc, si je n'ai plus d'eau, mon prénom, c'est CLD. Claude, C-L. On a écrit ça sur la table. D-E. Ben, écris l'autre parce que moi, je suis fatigué. Est-ce que vous pouvez écrire? Je m'en rappelle, c'est pas possible. Excusez-moi. Et E. Maintenant, si on enlève ce qui compose le mot O. Attends. O, ça s'écrit E-A-U. Si j'enlève ça, j'ai C, L, D. Puisque A est barré, E est barré et U est barré. Tu comprends? Ouais. Et qu'est-ce qu'il a dit si je manque d'eau, je m'appelle CLD. Si je n'ai pas d'eau. Oui. Ouais. Si on m'enlève l'eau, à ce moment-là, il dit je m'appelle CLD. Puisque, voilà. Ah non. ეს არის რომ ესე იგი ამ პაციენტს ესმის რომ შენ წყურვილით მოკვდები და ამ პაციენტს ქვია კლოდი. კლოდი ესე კლოდ. კლოდი ფრანგულ ენაში ფონემა O იწერება შეიძლება დაიწეროს 310. A U 210 ხმებს 210. ისა O ფრანგულად ანგლისურად ნიშნავს წყალს. ის ამბობს რომ თუ მე წყალი აღარ მექნება, მაშინ ჩემს სახელს მოაკლდება წყალი O 200 და მე მაშინ მერქნება LD. Non, non, il n'y a plus de voyez, il y a CLD. CLD. მე უბრალოდ CLD. ანუ ის თავის სახელს აცლის იმ ასოებს, რომლებიც ცალკე აღებული ნიშნავს სიტყვა წყალს და ამბობს რომ ჩემგან დარჩება მარტო CLD. ხო. Alors, il dit pas je m'appelle plus. Il remettrait de l'eau dans CLD. CLD. Et il me dit CLD, attendez, il faut être très attentif. Hein. Il me dit CLD, ça veut dire que je suis mort. Pour lui, ça veut dire que je suis mort. Si je m'appelle CLD, ça veut dire que je suis mort. CLD, tout même qui est CLD, voilà. Voilà. Et à ce moment-là, il a une attitude corporelle qui est celle d'un cadavre, d'un gisant, il ne sera plus comme ça.
Euh, et c'est par exemple quelqu'un qui peut tout à fait se mettre en danger lorsqu'il mange, par exemple, parce qu'il va avaler les aliments qui s'appellent une fausse route, qui vont dans l'autre Mhm. conduit et s'étouffer. Ouais. Ça lui est arrivé plusieurs fois Lui est assez facile. à ce patient. Mhm. Quand il a le sentiment qu'il n'est plus que CLD, il a des conduites qui le mettent en danger. Mhm. ანუ თავად სხეულის პოზაც ამ პაციენტს და მისი ესე ვთქვათ პოზიციის სხეულის როგორ უჭირავს ესეთი უსიცოცხლო სხეულის გავს ქვამივით გაშაშებულია და ასე ლაპარაკობს და როდესაც ის აი ამ რეჟიმშია CLD-ს როდესაც ის იდენტიფიცირებულია მკვდართან ამ დროს მას ძალიან ხშირად აქვს ჭამის დროსაც პრობლემები მაგალითად სასულეში გადაცდომას რო ეძახიან ესე იგი სხვაგან რო გადადის საჭმელი ძალიან ხშირად და იხჯობა ძალიან ხშირად. Donc, son délire, quand il dit CLD, il arrête de respirer, comme ça. Tu vois? Il dit pas je m'appelle CLD. Tu peux dire je m'appelle Giga, moi je peux dire je m'appelle Olivier. Lui, il fait, je suis CLD. Non, il s'appelle même pas, il est CLD. ისანაოს რომ მე მქვია CLD, ამბობს მე ვარ CLD და ამ დროს, როდესაც აი ამ აბრივიატურით უწოდებს, მოიხსენიებს თავს, შეშტება. ხო. Et il n'a plus de rythme. À ce moment-là, il arrive à venir à ses rendez-vous, hein, mais il me dit, je ne sais pas du tout quelle heure il est. La seule façon que j'ai de connaître l'heure, c'est parce que je vais vous voir. Je lui dis du reste de venir me voir tous les jours. Mais il ne dort pas, il ne mange pas, il n'y a plus de rythme vitaux chez lui. Le seul rythme, c'est de venir me voir. Bon. ანუ დამავე დროს ამ ეს პაციენტი კარგავს რიტმებს, ასე ვთქვათ, ბიორიტმებს, რაც ნიშნავს და ამავე დროს ამბობს, რომ საერთოდ დროშიც დაკარგული ვარ, იმდან ერთადერთი რითიც ორიენტირებ დროში არის ის, რომ თქვენთან მოვდივარ რანდევუზე ეს ტიპის კონსულტაციაზე. და ფაქტურად ვიტალური, ანუ სასიცოცხლო რიტმები ჩერდება მასთან. Alors, alors, il faut. L'autre, c'est son prénom. Oui, mais il est. Comment c'est le prénom du. Non, mais depuis le début, je dis il vient, il vient. Il attends, le 4. Bien sûr, oui. Merci pour la question. Ça n'a pas d'importance dans la suite, mais il faut clair. Alors, on a d'une part le délire. Mes voisins veulent me couper l'électricité et l'eau, hein, à entendre comme ils veulent me couper ce qui circule, ils veulent me couper l'énergie vitale, puisque pour lui, pardon, sa propre énergie vitale, elle est pareille que l'énergie qui circule dans les canalisations et dans les fils électriques. Il n'est pas différencié de ça. როცა ის ამბობს, რომ მეზობლებმა უნდა გადამიკეტავენ წყალს, გადამიკეტავენ ელექტროობას, ჩაქრება ელექტროგამოირთვა, ისავით ამბობს, რომ ისინი მე გადამიკეტავენ სასიცოცხლო წყაროებს, ესე იგი ენერგიის წყაროებს, ესე ენერგეტიკულ ტერმინებში ენერგია აღარ მექნება და მოვკვდები, ანუ ენერგეტიკულ აი ამ მეტაფორას იხენებს. C'est pas du tout quelqu'un qui dit, par exemple, mes voisins vont couper l'eau, c'est pas grave, j'ai acheté de l'eau au magasin, quoi. C'est autre chose. ის არ ამბობს, რომ მაგალითად ჩემ მეზობლებს ესე იგი გადამიკეტავენ წყალს და წავალ და მარაგია შეგვიძლია. ამისთვის საქმე ეხება რაღაც უფრო დიმეს. Alors, c'est là où on comprend, mais je vais vous dire comment j'ai réglé l'affaire, mais c'est là où on comprend que il y a d'une part cette idée délirante que tout ce qui fait circulation, c'est une circulation dans son corps. Ça, c'est une chose. Je donne un autre exemple. J'ai un jour où il y avait une grève c'est l'heure. Un jour où il y avait une grève des métros, du métro. Le métro marchait pas. Il y avait une grève. Les gens qui travaillent dans le métro avaient dit on ne fait pas fonctionner le métro ce jour-là.
J'ai un autre patient qui est... Qu'est-ce qu'il a dit sur ce grève de Non, c'est un autre patient, il veut prendre le métro pour aller chez moi. C'est un jour de grève, il n'y a pas de métro. D'accord? Voilà, explique-leur ça. Dis-leur bien que c'est un autre patient. Il ne va pas avoir tous les malheurs du monde, tu vois. Il faut leur expliquer. ანუ აქ ჩვენ ვიგებთ რომ ეს ბოდვითი იდეა ცირკულაციის შესახებ წყლისა და კანალიზაციის და ელექტროობის ცირკულაციის შესახებ არის ცირკულაცია მის სხეულში ანუ გარკვეული თვალსაზრისით ის ამ ყველაფერს ატარებს სხეულში და წყლის გადაკეთვა ნიშნავს სხეულში საცოცხლო ძალების ცირკულაციის გადაკეთებას მეორე პაციენტი მაგალითად რომელიც უნდა მოსულიყო ჩემთან რანდევუზე და ნახა რომ მეტრო არის გაჩერებული, იმიტომ რომ არის გაფიცვა. Voilà. Ça, c'était la semaine dernière. Hein. Ça, c'était la semaine dernière. Alors, il me téléphone, dring, allô, allô, bonjour. Je ne peux pas venir parce qu'il y a une grève du métro. Bon. Et la station de métro est exactement à 10 minutes à pied de mon cabinet. Bon. Donc, je lui ai dit, écoutez, venez à pied. Et si vous êtes en retard, c'est pas grave, je vous recevrai un peu plus longtemps que d'habitude. Bon, il avait un rendez-vous à midi. Je lui dis, si vous avez à midi 10, ben, je vous garderai un peu au-delà de midi et demi. C'est pas un problème, venez à pied. Bon. Ça, c'est ce que je réponds. Et lui me répond, si le métro ne circule pas, mon sang non plus ne circule pas. Ça ne circule pas non plus en moi. Mon corps fait grève. Je n'arrive pas à raisonner mon corps. Il fait grève aussi. ანუ და მეორე პაციენტი მირეკავს აი ამ მეტროს გაფიცვის შემდეგ და მეუბნება რომ ვერ მოვდივარ, იმიტომ რომ მეტრო არ მუშაობს და დღეს გამისდება თქვენთან შეხვედრა. და მე ვპასუხობ მას რომ 10 წუთის სავალზე ხართ მეტროდან, თქვენი მეტროს გაჩერებიდან ჩემთან ფეხით. ამიტომ მობრძანდით ფეხით და თუ დაგაგვიანდებათ 10-15 წუთი, ჩემთვის არ არის პრობლემა და მოდით. და ის მე პასუხობს რომ თუ მეტრო არ ცირკულირებს, ჩემი სისხლიც არ ცირკულირებს, არ მოძრაობს. Circulation არის სიტყვა, ცირკულაცია, რომელსაც ჩვენ ტრანსპორტთან მიმართებაში არ ვიხენებთ, ხშირად, მაგრამ საფრანგეთში ხშირად იხენებენ ხო ცირკულაცია ავტობუსის და მიმოსვლა. თუ ამიტომ ვერ მოვალ, ესე იგი გამოდის რომ ხო, მეც ჩემ ზარღვებში სისხლი არ მოძრაობს. Bon, il dit là je suis debout, ça ne circule pas, je ne peux pas bouger. Je dis mais vous ne pouvez pas rester comme ça. Vous ne pouvez pas rester comme ça. Alors on va imaginer quelque chose. On va imaginer que vous avez une ficelle dans les mains. Que cette ficelle, elle va de là où vous êtes au cabinet, à mon lieu de travail, là où je vous attends. Et que vous allez marcher comme ça, en tirant la ficelle. Bon. Alors, il arrive un quart d'heure après, j'ouvre la porte, il est comme ça. Et j'ai dit, bah, vous êtes arrivé, vous pouvez mettre la ficelle là. Il n'y a pas besoin d'avoir la ficelle. Bon. Pas confiance, ça, c'est rigolo. და მე მას ვუპასუხე რომ თქვენ ასე ვერ დარჩებით ახლა რომ არ მოხვიდეთ ესე გაშაშებული ვერ იქნებით Vous écoutez Lydia, merci. წარმოიდგინეთ რომ ესე იგი ოლივიე უნება თავის პაციენტს წარმოიდგინეთ რომ ხელში გიჭირავთ თოკი ეს თოკი ესე იგი არის ჩემთან მომული ჩემ კაბინეტთან და გამოყევით თოკს რომ გარკვეული კავშირი ესე იგი რომელიც გაწყდა მეტროს აი ამ გაფიცვით იქ ყოფილიყო წარმოსახვით რეგისტრში აღდგენილი და მართლაც 15 წუთის დაგვიანებით მოვიდა მე გავუღეკარები და თითქოს თოკი ეჭირა ხერხზე მეუთხარი შეგიძლიათ რომ თქვენი თოკი დადოთ. Il m'a dit, il avait de l'humour, il me dit, il y a des gens qui m'ont arrêté dans la rue, demander ce que je faisais comme ça. Et il a dit, je ne suis pas comme le métro, je ne suis pas en grève. და იუმორის გზნობა კონკრეტულად სამპაციენტს და მან მითხრა რომ ხალხს უკვე და ქუჩაში მეყურებდნენ და რას ვაკეთებდი როცა ეს მოვყოდიო და მე უთხარიო ერთსო რომ მე გაფიცული არა ვარო მეტრო როგორც მეტრო ისეო მე ფუნქციონირ. Alors, on a eu une séance, il m'a expliqué ses vécus de corps, parce que là, c'était détendu.
mais quand il était devant le métro, il se sentait figé, comme si il n'y avait plus de vie en lui. Donc il m'a raconté ça, puis il est parti tranquille. Enfin, bon. ანუ ის მან მოუღა რომ მეტროს წინ ესე გაჩერების წინ რო იდგა აი ამ კაფსული მეტროს გააშეშა ამ ამბავმა რაღაცნაირად და ვეღარ იძროდა ადგილიდან ვერ მოძრაობდა. Alors, après, je reviens à Claude parce que c'est assez joli aussi, mais on rencontre quelque chose d'important dans la psychose, c'est que des mots, soit portés par le délire, couper l'eau, couper l'électricité, soit qui viennent de la réalité, le métro est en grève, tout de suite s'abattent sur le corps. S'abattent sur le corps, et pour Claude, ça s'abat sur le nom. Voilà. Alors, tu leur traduis ça, puis après je reviens à Claude. ეს სიტყვები შეიძლება ბოდვაში იყოს დაბადებული, მაგალითად როგორც არის გაყვანილობის გადაკეტვა და ასე შემდეგ, შეიძლება რეალობიდან იღებდეს სათავეს, მაგალითად როგორც მეტრო, გაჩერებული მეტრო, რომელიც როგორც რეალური მოვლინა მოხდა და ეს არის ბოდვა, როგორადაც არ უნდა იყოს, ბოდვაში იქნება ეს აღნიშნული დაბადებული თუ რეალობიდან აიღებს სათავეს როგორც მაგალითად შეწყვეტილი წყალია, ასა გაჩერებული მეტრო, ორივე შემთხვევაში ეს რაღაცნაირად ღაბათ არის ეცემა პირდაპირ ეწებება პაციენტის სხეულს. პირდაპირ სხეულში ხდება ამისი რეალიზაცია ამ ბოდვის და კლოდის შემთხვევაში კი პირდაპირ მის სახელს აზიანებს. პირდაპირ მის სახელს უტყავს. Bon, on n'a plus l'image, c'est normal. Normalement, c'est normal, c'est normal. Je reviens à CLD. Oui, mais daoubrundები CLD, c'est კლოდის შემთხვევაში. Là, il est là, il me dit, je m'appelle plus que CLD, ça fait nulle part. Bon. Je dis, pour moi, vous appelez Claude. Et puis je dis son nom de famille. Enfin, ça jouait sur... alors, vous allez voir, il y a deux niveaux. Pour moi, vous appelez Claude. Moi, je m'appelle Douville. Mais quel nom on peut donner à ce qui se passe entre nous, hein, ce qu'en termes théoriques, on appelle le transfert. Si ce qui se passe entre nous avait un nom, ça s'appellerait comment? Je lui pose. Tu comprends? Oui. Traduis-le, parce qu'après, ça va être compliqué. ესე იგი, მე მაქვს როცა კლოდი ამბობს, მე მხოლოდ SLD-რა მქვია, CLD. მე მას ვეუბნები, რომ ჩემთვის თქვენ კლოდი გქვია და მე მას ესე იგი გვარითაც მოვიხსენიებ და ვეუბნები კიდეც ჩემს სახელს და გვარს. და აქ ოლივიეს სვამს ესეთ კითხვას, რომ რა შეიძლება ახლა ვუწოდოთ იმას და დავარქვათ, რა სახელი შეიძლება დავარქვათ იმას, რაც ჩემსა და მას შორის ხდება, ანუ რასაც თეორიაში ვუწოდებთ ტრანსფერს. D'accord. Alors, il réfléchit, il me demande du papier, il me demande un crayon, mais va-t-il me faire un dessin? Ben non. Alors attends, comme quand j'ai écrit Claude là, il faut que j'écris pas. Voilà. Non. Alors, une seconde. Non. Donc, Claude. Eh bien, CLD. D'accord? Ouais. Moi, c'est Douville. Alors, ce que je fais, c'est lui qui le fait. Hein. Et donc, il va prendre des voyelles de mon nom pour s'appeler Claude. Ah. Et il me dit, il y a une voyelle que je n'ai pas utilisée, c'est I. Je n'ai pas utilisé la voyelle I de Douville. Dans quel contexte il a fait ça? Mais quand je lui demande, tu vois, vous, pour moi, vous appelez Claude, moi je m'appelle Douville, comment on peut appeler ce qui se passe entre nous? Ah oui. Et il m'a dit, je m'appelle Claude. C'est-à-dire qu'il prend les premières voyelles. Il en sort le I. Et comme il parle anglais, ça, il dit I, Claude. Je suis un nuage. Un nuage? Bah, Claude, ça veut dire nuage en anglais. Nuage, comme
Comment tu dis en géorgien? Comment ça s'exprime? Claude. Claude, en géorgien, tu dis comment? Krubel. Krubel, c'est pas pareil. Bon. ანუ ესე იგი მას ქვია კლოდი, მას აქვს ის რაც ჩვენ თქვით რომ აქედან ფონემები რომლებიც აღნიშნავს წყალს ამოვარდნილია და ის ხდება CLD, რაც არის მისთვის ეს კატასტროფა რომ კვდება ამ დროს და ოლივიეუბნება მე მქვია დუვილი და ის უსვამს კითხვას მაშინ რა ქვია იმას რაც ჩვენ შორის ხდება რა კითხვას ოლივიე უსვამს ამ კითხვას და ის ამბობს ის ესე იგი ოლივიე დუვილის ესე იგი გვარი დუვილიდან იღებს 200-ს 20-ს რაც აღნიშნავს უს ფრანგულად O და U აღნიშნავს უს და CLD-ს შუაში ამატებს და გამოდის კლუდ 20-ს ამატებს დაფა უნდა გქონოდა მაგრამ არ გვაქვს უნდა ჩასვა ესე ან ფურცელი მომთხოვა ხო და დახატა თვითონ პაციენტმა დაწერა ესე იგი აი ამ SLD-ს KLD-ს შუაში L-ისა და D-ს შორის ჩაამატა ის ამბობს მე ამოვიღე თქვენი გვარიდან O და U და გამოვიდა კლუდ და დუვილ I ამოვაგდე იმიტომ რომ ჩვენ შორის არის კლუდი ხო და რახან ეს არის ინგლისურენოვანი პაციენტი გამოვიდა iCloud ესე იგი რუბელი iCloud alors bon il veut dire je nuage მე ვარ რუბელი კი მაგრამ როგორ და ისედაც ძალიან პროფესიონალში ვარ თაგი კითხვის ნახეთასი c'est bâton maintenant si on peut écrire là-dessus sur un écran c'est compris on a compris on peut pas écrire ou on peut écrire non les deux passent mais là non problème il dit problème voilà c'est pas ça bon Pacal dit que iCloud c'est aussi le système de réseau de email ben ouais exactement et un système de réseau qu'est-ce qui est Mademoiselle Anco, que voulez-vous me dire? Est-ce que Claude c'est le prénom ou le nom? C'est le nom. C'est le prénom, mais je n'ai jamais pu avoir son nom avant ce moment-là. Il a pris rendez-vous en disant bonjour, je suis Claude, je veux vous voir parce que mes voisins me font mourir. Voilà. Et donc, voilà, raconte ça. იმიტომ თავიდან მე მისი გვარი არ ვიცოდი ის წარდგა სახელით. ამერიკა და თქვა რომ მე ვარ კლოდი და მინდა თქვენი ნახვა, იმიტომ რომ ჩემ მეზობლებს უნდა ჩემი. Voilà. Alors, j'ai su son nom de famille après, je n'ai pas à le dire. J'ai su son nom de famille après. Mais il faut savoir que sa mère était américaine. Entre iCloud, c'est aussi retrouver quelque chose de la langue maternelle de la mère. La mère était américaine, mais elle parle français. Voilà. Bon. Donc tout ça, ça a été reconstruit plutôt bien. La séance d'après, il me dit mes voisins m'ennuient plus avec l'eau et l'électricité, c'est très très bien. Je suis content, l'eau me fait pas de mal. Il prend 8 douches par jour. Il est donc très aquatique, mais voilà, ça va. ანუ გასწავლისნებელია რომ ამ პაციენტის დედა არის ამერიკელი და ფაქტურად მის მშობლიური ენა ერთ-ერთი პირველ რიგში არის ინგლისური ენა და ეს iCloud რომელიც მან შექმნა აი ამ ფაქტურად ეს ანაგრამასავით ითამაშა გამოვიდა კარგი რეკონსტრუქცია და შემდეგ სეანსზე მითხრა რომ აღარ ქონდა პრობლემა წყლის და ელექტროობის და ხმების და თქვა რომ მრავალჯერ მივიღაო დუშიო და შხაფიო და
Il était très aquatique. C'est qu'il y a un cyclisme obligatoire. Animal aquatique maintenant. Ah, ah, bien, bien. Pas un poisson, quand tu dis poisson. Tevzi. Eh ben, voilà. Tevzi 8. Yeah. Tevzi 8. Know that 1000. Alors, pourquoi je vous dis ça? Pourquoi je vous parle de ce Cloud CLD e-Cloud? Il se peut très bien que ce soit un réseau, parce que le transfert, c'est aussi un réseau. Et qui s'y connaît en informatique beaucoup mieux que moi. Moi, je ne m'y connais absolument pas en informatique, je n'ai même pas été fichu de mettre un Instagram sur mon téléphone, c'est vous dire que je suis nul. ანუ რატომ ვიყავით ამ ისტორიას? იმიტომ რომ საქმე ეხება ერთგვარ ქსელს. ისევე როგორც ინფორმატიკაში ლაპარაკობენ ქსელზე, ეზოზე. Alors, ce que je trouve important, c'est que justement le transfert, ça permet d'habiter autrement son nom. Ça permet de s'inventer un nom de transfert. J'avais à l'hôpital, j'ai travaillé 40 ans en hôpital psychiatrique, ça explique pourquoi on m'envoie beaucoup de patients psychotiques à mon cabinet, il y a beaucoup d'ambiance chez moi, n'est-ce pas? J'avais un patient dont le nom commençait par Fou, F-O-U. Hein? Il s'appelait Fou, on va dire Fou bidule, Fou machin, vous comprenez, je ne peux pas donner le nom. Mais son nom commençait par Fou. Oui. Bah, dis-le. Ouais. À l'hôpital psychiatrique, j'avais un patient dont le nom commençait par Fou. ანუ რატომ ვიყო, ესე იგი, რაც მნიშვნელოვანია აქ არის ის, რომ ტრანსფერში ხდება სახელის კონსტრუირება, ან ეს სახელი, le nom, ეს სიმბოლური გაგებით, ხდება სახელი, რომელშიც აბიტე, ესე იგი, რომლის გაშინაგრება სუბიექტივაციად შეუძლია პაციენტს. 40 წელი ვიმუშავე მე ფსიქიატრიულ კლინიკაში და ამიტომაც არის რომ ხშირად მიგზავნიან ფსიქოტიკ პაციენტებს კაბინეტში. და ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც მივიღე, მისი გვარი იწყებოდა ფონემით ფუ. Comment tu dis fou en général? გიჟი. შეშლილი გიჟი. Écrivez-le. Ouais. D'accord. Non, j'apprends à parler. Guigi. Ah, Guigi. Voilà. Ton nom, ça commençait par Guigi. Voilà. Un peu lourd à porter, hein. Fou, ფრანგულად ნიშნავს შეშლილი. და მისი გვარი იწყებოდა გვარს ვერ იტყვის ცხადია პაციენტის და იწყებოდა ფუ რაღაცა ფუკო მაგალითად. Bon, მაგრამ საქმე უბრალოდ არ ეხება ფუკოს. Un jour, il vient, lui, je suis resté à côté de lui pratiquement 3 mois en silence dans le grand hall. Et alors, il vient dans mon bureau à l'hôpital, il ouvre la porte et il dit bonjour monsieur Fouman, hein, c'est Guy, voilà, et il me dit ici, avec vous, je suis monsieur Fou pas fou. Monsieur Fou pas fou. Guigi Aragigi. C'est mon nom. Ah non. Non, mais c'est pas ça. Traduit. სამეთვის განმავლობაში ამ პაციენტთან სულ სიჩუმეში გავატარეთ და ის მოდიოდა ჩემ კაბინეტში და ერთხელაც მოვიდა და რო გავუღეკარები უთხარი გამარჯობათ ბატონო ფულ და მისი გვარი სრულად რა თქმა უნდა წარმოთქვა ოლივიემ და მან უთხრა მე როცა თქვენთან ვარ comment il dit je suis pas fou. Non, il dit je m'appelle monsieur Fou pas fou. Il dit pas je suis pas fou. მე მქვია ბატონი Fou, c'est Guigi Aragigi. Oui, Guigi Aragigi. Voilà. C'était le nom qui Non, non, ça s'arrête là. Guigi Aragigi. Ah, il s'arrêtait sur le Fou ou il disait complètement Je suis monsieur, quand tu dis monsieur. Pardon.
Hein? ბატონი. Batoni, je suis Meva Batoni, Gigi Arangigi. Voilà. Eva, donc si vous apprenez quelque chose, moi aussi j'apprends quelque chose, c'est normal. Bon, alors, je vous dis tout ça pourquoi? Parce que je pense, là c'est de la théorie, hein, tu vas traduire, ça vaut de l'or. Ah. Je pense que la difficulté à habiter son corps, à être dans son corps, est liée, très liée, à la difficulté à habiter son nom. სიგნელე, სირთულე ფსიქოტიკი პაციენტის იყოს თავის სხეულში, ცხოვრობდეს, ასე ვთქვათ, აბიტეს ნიშნავს ცხოვრებას, მაგრამ მყოფობდეს, ასე ვთქვათ, თავის სხეულში, პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ არის ის თავის სახელში. ესე იგი, რამდენადაც ეს სახელი სახელთან არის ის გაუცხოვებული, იმდენად გაუცხოვებულია საკუთარ სხეულთან. Habiter son corps, habiter son nom, პირდაპირ არის როგორ თქმა, მაგრამ habiter son corps, habiter son nom. Et que la relation transférentielle. მიიღო ფაქტიურად Oui, შემიძლია. vas-y. იყო სხეულში თუნდაც ხო? Et la maison verte, plus fort. Et que la relation si tu fais rire, je la vois jamais, moi. Et que la relation transférentielle permet d'habiter le corps et le nom à une condition. Que ça invente un nom pour le transfert. და ტრანსფერენტული, ესე იგი ტრანსფერული ურთიერთობები ფსიქოტიკ პაციენტთან შესაძლებას ხდის, რომ პაციენტმა საკუთარი სხეული მიიღოს, გაიშინაგნოს, იცხოვროს შიგნით, ისევე როგორც საკუთარი სახელი, იმ პირობით, თუ თავად ეს ტრანსფერი იქნება აღნიშნული და გაფორმებული სახელში. Bien, ça c'était la première partie de mon exposé. ეს ხო პირველი ნაწილი ჩემი მოხსენების. Bon, deuxième partie maintenant, ça va être sur l'hypocondrie. და მეორე ნაწილი უკვე მიეძღვნება იპოქონდრიას. Alors, par hypocondrie, on entend généralement un souci extrême du sujet par rapport à la santé de son corps dans le milieu où il est. Par la santé de son corps dans le milieu où il est. როგორც წესი იპოქონდრიის ქვეშ ესმით, სუბიექტის გადაჭარბებული წუხილი საკუთარ სხეულზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე, იმ რეალობაში, იმ გარემოში, რომელშიც ის ამ სხეულს ცხოვრობს. Il ne s'agit pas seulement de dire qu'on va vérifier si on est en bonne santé, ce qui peut être important, surtout passer à un certain âge, mais il s'agit également de s'assurer que l'environnement n'est pas dangereux pour la santé. Le milieu dans lequel on est. Ce qui est le sujet de cette vérification du milieu. C'est l'hypocondrie. C'est l'hypocondrie. Est-ce que je suis en bonne santé dans un milieu sain? C'est une question normale. Normale. La deuxième partie, je n'ai pas compris. Je comprends pas. Qu'est-ce que ça signifie? Non, mais est-ce que je suis en bonne santé dans le milieu sain? Oui, dans un milieu sain. C'est l'hypocondrie qui pose cette... Mais non. L'hypocondrie, c'est une vérification constante. Oui. J'aurais dû le dire, tu as raison, c'est mieux. Maintenant, tu me rends plus clair. C'est une vérification constante de ces deux questions. ანუ იპოქონდრიული სუბიექტი არა მხოლოდ ესე იგი ამოწმებს თავის ჯანმრთელობას, რომელიც გარკვეულ ასაკში ისედაც არ არის ცუდი იდეა, რომ ესე იგი გააკეთოს პროფილაქტიკა, მაგრამ ის მას აგრეთვე აინტერესებს თუ
ესე იგი გარემოც ხომ არ არის საზიანო მისი ჯანმრთელობის. ესე იგი ეს არის როგორც საკუთარი სხეულის სიჯანსაღის გადამოწმება, ასევე ის თუ რამდენად ჯანსაღია გარემო და ხომ არ არის საფრთხის შემცველი. Bon. Mais ce qui ne va pas, c'est de vouloir tout le temps vérifier. Voilà. Des fois, on a intérêt à vérifier si on est en bonne santé. Quand j'ai travaillé la nuit avec Xavier Emmanueli, quand on allait rencontrer les clochards délirants dans Paris pour leur apporter des soins, éventuellement des solutions d'hébergement, bah oui, tous les 15 jours, on faisait des tests pour savoir si on n'avait pas la tuberculose. C'est tout à fait normal. Donc, c'est pas le fait de se préoccuper d'être en bonne santé, ni de savoir si on est dans un milieu sain qui est hypocondriaque. ნორმალური მიზეზები არსებობს იმის რომ შეიმოწმო ჯანმრთელობა მაგალითად როცა მე და ჩემი კოლეგა მუშაობდით უსახლკარო მიუსაფარ ადამიანებთან რომელსაც ქუჩაში ეძინათ ბევრს ყოველ 15 დღეში ერთხელ ვიმოწმებდით ჯანმრთელობას ტუბერკულოზზე ესე იგი ტესტს ესეთი ასე თქვა წუხილები ნორმალურია და მათ ჩვენ ვერ მივაკუთვნებთ ჰიპოქონდრიით. Normal. Non, j'en ai entendu de belles, hein, des grands délires dans la rue. Ça. Je vous raconterai peut-être ça un autre jour, c'était fabuleux. Mais l'hypocondrie, c'est de vouloir s'assurer tout le temps qu'on est en bonne santé. Hein. C'est une calamité pour les médecins qui va arriver le type tous les jours. მაგრამ ჰიპოქონდრიულ სუბიექტს უჭირდება მუდმივი და თითქმის ყოველდღიური დასტური იმისა, რომ ის არის ჯანმრთელი. ფაქტურად ეს ერთგვარი ჯოჯოხეთია ტანჯვეწამებაა ექიმებისთვის. À ces moments-là, l'hypocondrie peut se doubler d'une revendication. Je sais que je suis malade, mais vous ne pouvez pas le voir, vous êtes incapable. Ça aussi, c'est une ჰიპოქონდრია შეიძლება იყოს დუბლირებული, გაღრმავებული, ასე ვთქვათ, რევანდიკაციით, ანუ მოთხოვნით, რომ სადაც არის ეს რწმუნება სუბიექტის, რომ მე ავად ვარ, უბრალოდ თქვენ უნდა სწორად დამისვათ დიაგნოზი იმ დაავადების, რომელიც მე მაქვს. Alors, je donne un exemple. Il y a un médecin généraliste avec qui je travaille, un type qui fait très bien son boulot, qui me dit, il faudrait que je t'envoie monsieur X, parce qu'il se plaint d'une maladie de l'étouffement. Il voudrait qu'on lui fasse une trachéotomie. Trachéotomie, c'est un trou dans la trachée artère pour être pour respirer encore, parce que ce que je vous ai dit pour Claude, CLD à Claude, c'est très valable dans beaucoup de psychoses. Il y a cette impression que ça ne circule pas dans le corps, que le corps est pétrifié, que le corps est compact, que le corps devient énorme. Très. Donc, je vois, non traduit déjà plutôt, parce qu'après... ერთ-ერთი ექიმი-თერაპევტი, რომელსაც მე კარგად ვიცნობ, ზოგადი პროფილის ექიმმა მთხოვა, რომ მე უნდა გამოგიგზავნოთ ერთი ბატონი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მას აქვს ხრჩობა, ესე იგი, რომ თითქოს სასუნთქი გზა აქვს გადაკეტილი და რომ ის ითხოვს, რომ მას ჩაუტაროთ ტრაქეტომია, ტრაქეის, ესე იგი, ოპერაცია და მართლაც ფსიქოზის დროს ძალიან ხშირია ესეთი სხეულებრივი შეგრძნებები დაკავშირებული ცირკულაციასთან, რომ ჰაერი არ მოძრაობს, ვერ ხლაფავ, როდესაც სხეულის ხატი ირღვევა, თითქოს აი ესეთი ფიზიოლოგიური და სასიცოცხლო ფუნქციების მოშლის შეგრძნება აქვს სუბიექტს და არ რომ სხეული ძალიან დიდია ან ძალიან კომპაქტური შემჭიდროვებულია, ესეთი შეგრძნებები. Alors, ce qu'il me dit, c'est que on doit lui faire une trachéotomie. Je ne sais pas comment tu peux traduire ça, mais tu le feras bien. On doit lui faire une trachéotomie parce que autrement, j'étouffe, je suis compact, ça ne circule pas en moi. Ça, truc majeur. Ça ne circule pas en moi, c'est majeur. Critère majeur. ანუ ეს კაცი ითხოვს ტრაქეოტომიას, ამბობს რომ მე ვირჩობლი, ვერ სუნთქავ და მთავარი რა არის, აქ რომ სანე სირკულპა, ესე იგი არ ცირკულირებს, არ მოძრაობს.
ჰაერი, არ მოძრაობს სისხლი, ესე იგი ეს არის მდგომარეობა, როცა ეს დინამიკა არის გაყინული. Voilà. Et donc, moi, je parle à cet homme, je lui dis, c'est votre médecin qui vous a demandé de m'appeler, de venir me voir. C'est bien, vous avez raison. Hein. Avec les psychotiques, il faut toujours les bercer un peu. Je suis content de vous accueillir, des choses comme ça. Voilà. Mais quand vous avez cette personne ne va vous faire une trachéotomie parce que médicalement, ce que vous avez, ça ne se soigne pas comme ça. Ça va se soigner avec les mots, avec la conversation. Voilà. Et tu veux traduire ou... მე ვესაუბრე ამ კაცს, შევხვდი და უთხრა რომ თქვენმა ექიმმა ამიხსნა თქვენი სიტუაცია და მე მინდა გითხრათ რომ თქვენ ტრაქეოტომიას არავინ არ გაგიკეთებთ, იმიტომ რომ თქვენი პრობლემა შეიძლება იყოს მოგვარებული სიტყვებით, ლაპარაკით, ენით და არა, ესე იგი, სამედიცინო ინტერვენციით. Voilà. Vous voulez qu'on ouvre la fenêtre un peu? La fenêtre, on peut l'ouvrir un peu? Il y a des gens qui ont chaud. Yes. Voilà. Oui, j'observe. Voilà, un peu. Hein. Comment tu dis un peu? Voilà. Maintenant, maintenant. Ça va? S'il y en a qui s'enrhument, c'est pas grave, on fera un grog avec de la tcha-tcha, ça va être génial. Bon. Alors, et alors, je lui dis, je suis sûr, j'en étais sûr et certain, je lui dis, je suis sûr que vous avez un certain nombre de techniques pour accepter votre corps. Hein. C'est pas l'accepter dans l'ordre de l'image. Je suis trop maigre, moi je sois plus gros, je suis trop gros, il faudrait que je sois plus maigre, je suis mal coiffé, ou pas coiffé du tout quand on n'a pas de cheveux, c'est oh j'ai lu comme ça, je veux faire des trucs, voilà. C'est pas l'image, c'est la présence réelle du corps, pas l'image. Ça se règle pas avec le miroir. Traduis ça, c'est important. ანუ Vous intervenir, vous intervenir. მე მას ვუთხარი რომ მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ გექნებათ რაღაც ტექნიკა, რაღაცა მეთოდი, რომელიც თქვენ გეხმარებათ რომ მიიღოთ თქვენი სხეული, რაღაცას მიმართავთ ალბათ, რომ ის გახდეს ატანადი, მისაღები და აქ სხეულის მიღებაში ცხადია არ იგულისხმება სხეულის ნარცისტული ხატის მიღება სარკეში, რომ აბა ლამაზი ვარ თუ არა და კარგად გამოვიყურები თუ არა თუ გამხდარი ვარ თუ არა და ასე შემდეგ. არამედ réalité sxeulis ისეთის როგორც აქ წარმოქმნილი ამის მიღება le correct. Et là il me dit oui, j'ai des techniques de gymnastique, alors, ça m'intéresse un peu et puis quand même le vif du sujet c'est ça, est-ce que vous avez des techniques de respiration? Et je dis dans le corps il y a deux choses qui circulent beaucoup, c'est le souffle, et puis, je ne sais pas pourquoi, il avait un pull, j'ai dit, je voudrais voir vos bras, montrez-moi vos bras. Alors, il lève le pull et il y a des tas de scarification. Je sais pas, je dis jamais ça aux patients, relevez votre pull. Mais là, oui, je dis, relevez votre pull. Et là, je vois des traces. Et donc, je lui dis, vous contrôlez ce qui circule, le souffle et le sang. Il dit oui, parce que je fais très attention, il faut que ne coule que cette quantité, etc. J'ai un buvard, quand on est arrivé à la quantité, c'est pas du suicide, ouais. Pas comme s'il se coupait les veines. Donc, il a des techniques de gymnastique pour régler sa respiration, à savoir que, voilà, il va se mettre en apnée, et puis, au moment où c'est plus possible, il va souffler de toutes ses forces et puis se remet en apnée. Il fait ça pendant 1 heure. C'est pas du yoga, c'est pendant 1 heure. Et s'il continue à être persécuté, non, il faut laisser, ne pas distraire Giga qui a des choses énormes à traduire. Et si après c'est apnée comme ça continue, il continue à être encombré, il se coupe un peu pour que ça saigne un peu. Voilà. Et ça, c'est tous les jours l'apnée, et c'est, il me dit, tous les 3-4 jours, je me coupe un peu.
ანუ როცა მე მას ვუთხარი რომ ხომ არ გაქვს რაიმე ტექნიკა გექნებათ რომელთაც თქვენ აიოლებთ იმას რომ ისუნთქოთ და მიიღოთ თქვენი სხეული მან თქვა დიახ მე მაქვს ვარჯიშების ტექნიკა და ამ პაციენტს მე სხვა შორს ვუთხარი რომ რახან ცირკულაციას ეხება საქმე ფსიქოტიკ პაციენტებთან ჰაერის მოძრაობას და სისხლის მე მას ვუთხარი რა თქმა უნდა ამას ყველა პაციენტს არ უნდა რომ გადაეწია მაჯა ესე იგი სახელი და როცა გადაიწია ეს სახელი ნახე რომ ქონდა სკარიფიკაციები ანუ naჭრილობები და დიახ იარები პატარ-პატარა იარები ნაკათრები და მან მითხრა რომ ის 1 საათის და მეტის განმავლობაში აკეთებს ესეთ ტექნიკას რომ ჩაისუნთქავს ჰაერს იკავებს ჰაერს დიდხანს ასე იგი აპნოეს საფნეს იწვევს უჰაერობის მდგომარეობას და მე უკვე როცა ვეღარ უძლებს და ეს იოგა არ არის ამ პაციენტის მთელი საათი გრძელდება უშვებს პირიდან ჰაერს და ამას იმეორებს და როცა თავი მიყავს ზღრულ მდგომარეობამდე მერე უკვე იჭრის მაჯას ოდნავ იკატროს რომ ოდნავ გამოვიდეს სისხლი და ის მეუბნება რომ კი ბატონო მე ვაკონტროლებ მე ვთქვა შენ აკონტროლებ ჰაერსაც და აკონტროლებ სისხლსაც ხო კი იმიტომ რომ ოდნავ უნდა გამოვიდესო ეგ არის მიზანი და არა ის რომ ესე იგი ვენები გადაიჭრა Alors, je lui demande si vous ne faites pas ça, qu'est-ce qui se passe? Il me dit, c'est à l'intérieur mon organe. Il dit pas mes organes, il dit mon organe. Ah, ça m'intéresse ça. Nous, on peut penser qu'on a plusieurs organes, même si on ne sait pas trop où ils sont. Quand vous avez posé cette question, qu'est-ce que vous avez répondu? Alors, écoute, je dis, et si vous arrêtiez Oui, de faire ces contrôles de souffle, qu'est-ce qui se passerait? Et il me dit, à ce moment-là, mon organe deviendrait comme de la boue. Boue comme... Comme de la boue, comme de... La boue, c'est de la terre avec de l'eau. Oui, Voilà. oui. Il y a un mot pour ça en géorgien, j'en suis absolument persuadé. ანუ მე მას ვკითხე რომ არ გააკეთოთ ეს ვარჯიში, ეს კონტროლის ეს მექანიზმი რომ არ გამოიყენოთ, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში. და მან მიპასუხა, ჩემი ორგანო გადაიქცევა ტალახად. ბუ არის ტალახი, თიხამიწა და ისიც საცნაურია ამ პასუხში, რომ ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვაქვს ორგანოები და ის ამბობს ჩემი ორგანო. Alors, évidemment, j'ai pas l'habitude d'entendre ça. Bon, j'ai pas l'habitude. Le premier étonnement, c'est mon organe. Quand ça se passe là, vous dites mon organe, on parle de leur sexe. Bon. Mais c'est pas ça. C'est comme si tout l'intérieur du corps n'était qu'un organe. Là, c'est son délire. Un organe qui, de temps en temps, fait un intestin, de temps en temps un foie, de temps en temps les poumons, de temps en temps le cœur. Et il me décrit, je lui dis, ben, parlez-moi de comment vous voyez le corps. Il me dit, je ne le vois pas comme le médecin. როდესაც ვინმე ამბობს ენაში ზოგადად ჩემი ორგანო, როგორც ესე, ამ შემთხვევაში გულისხმობა სასქესო ორგანო, მაგრამ ამ პაციენტის შემთხვევაში ესეთი არ არის, რადგანაც ის თითქოს აი ამ ერთ სიტყვაში ჩემი ორგანო აერთიანებს თელ შინაგან ნაწილს თავის სხეულის, შინაგან ორგანოებს. შეიძლება ასე ითქვას, ერთ ორგანოდ არის ქცეული და მე მას ესე ვაგრძელებ მასთან საუბარს. Voilà. Et là, je fais, il a 52 ans, le petit. 52 ans. 52. Et à 52 ans, mais je fais comme vous faites, les amis, à la Maison Verte. Dire, je sors un papier. Et je lui dis, vous pouvez dessiner l'intérieur du corps. Il va pas me dire, ah non, ça c'est pour les enfants de la Maison Verte, tu parles d'enfants de la Maison Verte. Il dessine l'intérieur du corps. და მე მაინტერესებდა როგორი იყო მისი რეპრეზენტაცია შინაგანი ორგანოების სხეულის შიდა ნაწილი შინაგანი ნაწილი და მე მას ვუთხარი როგორც ანესახში ეუბნებიან ბავშვებს რომ თუ გინდა დამიხატე
რა თქმა უნდა, მას შემდგომ არ უპასუხია, რომ მემწვანე სახლში არ ვარ და ასე 52 წლის კაცს ეხება საქმე და მან მართლაც დამიხატა და დახატა რაღაც და აი ეს არის რასაც. Voilà. Donc voilà ce qu'il dessine. Et là, il y a un trou, je ne dis pas lequel, évidemment. C'est la bouche et c'est l'anus. La bouche, l'anus, trou du cul. Alors, voilà. C'est lui qui a fait ça. Alors, oui, c'est lui. Donc, il me dessine une carte comme une carte de métro. Ça, c'est l'organe. Et il donne tout ça. Alors, l'organe, de temps en temps, devient un cœur, de temps en temps, devient un poumon, de temps en temps, devient un intestin, de temps en temps, devient un foie. Et trou aussi, c'est ça. Ah, le trou, c'est la bouche et c'est le trou du cul. C'est ça. Ah non. La mesure de la pudeur de l'auditoire. Oui, ანუ მან დახატა ესეთი ორი სფერო, ერთი სფერო, პატარა და მეორე უფრო დიდი სფერო, წრეები, ესე ვთქვათ, და შიდა სფეროს დიდს დაარქვა ორგანო, ზოგადად, როგორც ის უწოდებს, ჩემი ორგანო და ეს ორგანო ამბობს, ხან არის გული, ისრით აჩვენა გული, ხან არის ფილტვები, ხან არის ღვიძლი, ხან ნაწლავები. და ამ ორგანოს გააჩნია ორი ხვრელი, ერთი არის პირი და მეორე არის ანუსი. Ну, შეგიძლიათ ეს Alors, écrit en géorgien cœur, poumon, intestin, organe, trou. Parce qu'on va le faire circuler. Une petite minute, préparation technique. Ensuite, ils ont fait circuler, vous allez être très très content. Ah. Ah, bah, c'est génial. La bouche, là, fais ce que tu veux, comme tu veux. Ah. Attends, tout. Oh, hop. Voilà. Et les flèches, qui fait que l'organe devient un cœur ou un poumon, ces flèches-là, il appelle ça les nerfs. Les nerfs, les flèches. Mon organe devient un cœur par voie de nerf. Mon organe devient un poumon. Nerf. Oui. Nerf. Oui. და ის რომ ესე იგი ეს ორგანო ცენტრალური ნაწილი შეიძლება გახდეს ფილტვები, გული, ღვიძლი თუ ნაწლავები, ამას უზრუნველყოფს ესეთი სეგმენტი, რომელიც გარეთ დახატა ამ წრის და რომელსაც უწოდებს ნერვები. Voilà, on va faire circuler ça. Et pour lui, les nerfs, c'est la comment il va définir les nerfs? Il définit le nerf en disant que le nerf est la respiration du sang. Le nerf. Le nerf est la respiration du sang. და ის დეფინირებას ახდენს ნერვების, თუ შეიძლება ესე ითქვას, როგორც ნერვები არის სისხლის სუნთქვა, respiration du sang, როგორ უნდა რომ სისხლი როცა სუნთქავს. Voilà. Mais attention, c'est pas une image poétique. ეს საქმე არ ეხება რაიმე პოეტურ ხატს. C'est du réel. ეს არის რეალურის რეგისტრი. Donc, il faut contrôler cette respiration en contrôlant et la respiration et le sang. ამიტომაც უნდა რატომ ამბობს ის რომ ეს ნერვები არის სისხლის სუნთქვა. იმიტომ რომ როდესაც ის სუნთქავს, რომ გააკონტროლოს თავისი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, რის გამოც ის ითხოვს ესე იგი ტრაქეოტომიას და ასე შემდეგ, ამავე დროს ისერავს ხელს, რომ უნდა გამოვიდეს სისხლი. ესე იგი ისუნთქოს სისხლმა ამ გზით. Voilà. Alors, on va travailler là-dessus, je lui parle, j'appelle mon copain médecin en disant je m'en occupe, c'est mon boulot maintenant. Je lui dis n'appelez pas toujours le médecin, etc. Et on arrive au noyau délirant. Nu მე დავკავშირდი ჩემს მეგობარებს. Qu'est-ce qui t'arrive? Ah, t'as froid? Ah, il a froid. ანუ
და დაურეკე ჩემს ექიმს და უთხრა რომ მოკლედ მე დავკავდები ამ პაციენტით და ჩემ პაციენტს უთხრა რომ ნუ ღარ დაურეკავთ ასე ხშირად თქვენს ექიმს, ჩვენ შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ და აი ამის შემდეგ მე და პაციენტი ესე იგი მივადექით ბოდვის ბირთვს, ბოდვის გულს. Alors, c'est quelqu'un qui a un bon métier, il travaille, il a un bon métier, il est avocat. Il a un bon métier, mais de temps en temps, il ne peut pas travailler, donc il perd des causes. ამავე დროს პაციენტი მას კარგი ის აქვს პროფესია ადვოკატია, ის მუშაობს, მაგრამ როცა ეს ჰიპოქონდრიული შემოტევები აქვს, ამ დროს მას არ შეუძლია. Bon, alors quel rapport y a-t-il entre la demande de trachéotomie et sa représentation du corps? C'est pas compliqué. C'est que, mais il faut que je vous l'explique, c'est que dans son système délirant, s'il ne fait pas s'il n'arrive pas à réguler les désordres possibles, à régler les désordres possibles de la circulation du souffle et du sang, ok? À ce moment-là, l'organe ne peut pas se transformer par voie de nerf en cœur, poumon, intestin, etc. Alors, l'organe devient une boue qui étouffe le corps en lui-même, une boue qui sature, une boue qui étouffe. Et il est formidable. Il est formidable. Non, c'est formidable. Ah non, Attends. je partage en deux parties. Vas-y. Comme tu le sens. ანუ თავის ბოდვით სისტემაში მას სჭირდება მოაწესრიგოს სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევა, რადგან სწორედ აი ამ ვარჯიშებით და აი ამ ესე იგი სისხლსა და ჰაერს, სისხლსა და ჩასუნთქვა ამოსუნთქვას შორის შემუშავებული სისტემით ისახცევს იმას, რომ ის რასაც უწოდებს ორგანოს, რომელიც მერე ტრანსფორმირდება და ხდება გული, ფილტვი, ნაწლავები და ღვიძლი, ეს სწორედ აი ამ ვარჯიშების წყალობით არის შესაძლებელი. თუ კი ის ამას არ გააკეთებს, თუ კი ის აი ამ რეგულაციის სისტემას მის რეალიზაციას არ მოახდენს, მაშინ ეს ორგანო, ეს შიდა ბირთვი, მისთვის გადაიქცევა ტალახის გუნდად, რომელიც მას აღჭურს. ესე იგი, ის აი ამ სისხლისა და ჰაერის ცირკულაციის სავარჯიშოებით და ბოდვით აფუნქციონირებს იმას, რასაც უწოდებს ორგანოს, რომელიც თავის მხრივ არის ბირთვი და მთავარი მიმწოდებელი სხვა დანარჩენი ორგანოების. Alors, attends, je sais plus où j'en étais moi. Et du coup, si tout son organe devient de la boue, il n'y a plus de quoi évacuer la boue. Il se force à vomir, il ne vomit pas. Il se force à aller aux toilettes, il n'y arrive pas. Et à ce moment-là, il demande une trachéotomie. C'est-à-dire qu'il est saturé. Il est saturé, compact. და საქმე იმაში ამბობს ის, რომ თუ ჩემი ეს ორგანო შიდა გადაიქცე როგორც ერთგვარ მასად, ამორფულ მასად ტალახის, არ არის გამოსავალი, საიდან შეიძლება რომ გამოუშვა ეს დაგროვილი მასა. და ამიტომაც ითხოვს ის ტრაქეოტომიას, რომ შექმნას ხვრელი აი ამ სატურაციიდან, სადაც თლიანად არის ჩაკეტილი სისტემა, სადაც კომპაქტური ხდება და შემჭიდროვებული ეს ბურთი შიგნით. Et alors je lui dis, quand vous êtes compact comme ça vous donne quel sentiment? Il me répond, ça me donne le sentiment d'être mort et immortel. და როცა მე მას ვკითხე თუ რა შეგრძნება ხო, რა შეგრძნება გეუფლებათ ამ დროს, ის ამბობს, რომ მე მაგ განცდა, რომ მე ვარ მკვდარი და უკვდავი. Mort et immortel. Mort, მკვდარია, immortel, უკვდავი. მაგრამ არა ცოცხალი, მე pas vivant. C'est pas vivant. არა ცოცხალი. C'est une vie qui n'est pas vivante. ეს არის სიცოცხლე ცხოვრება, რომელიც სიცოცხლეს არ გულისხმობს. Voilà.
Alors, il a dit un jour très drôle, alors je suis désolé, je parle pipi, hein. Il a dit un jour, il me demande à moi, est-ce que vous êtes mortel? Monsieur Douville, est-ce que vous êtes mortel? ერთხელ ჩვენთან მოდის და მეუბნება ბატონო დუვილ, თქვენ თუ ხართ მოკვდავი? Donc, je lui réponds, je suppose que oui. მე მას პასუხობ, რომ მე მგონია რომ კი. Bon, au bout d'un moment, il faut mieux que ça s'arrête. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კარგი იქნება რომ ეს გაჩერდეს, ესე იგი სიცოცხლე Éternel, ça doit pas être rigolo. იმიტომ რომ მარადიული არც თუ სახალისო რამე არის, ესე იგი არ არის სასიამოვნო მარადიულობაში. Mais mortel, je suis pas pressé. მაგრამ როგორც მოკვდავი არ ჩქარობ. Et je n'éprouve pas le besoin de le vérifier tous les jours. და არ განვიცდი მოთხოვნილებას ყოველ დღე გადავამოწმო ვარ თუ არა მოკვდავი. Ce à quoi il me répond, est-ce que je peux aller faire pipi? ამაზე ის მე პასუხობს, შემიძლია თუ არა გავიდე მოსაშარდად. Alors, redevient mortel. Pour d'autres patients, j'aurais dit attendez la fin de la séance, vous allez au café. Pour lui, j'ai dit les toilettes, c'est au couloir là à droite, vous y allez. პაპატინს მევიტყოდი რომ მოიწმინეთ სეანსის დასრულებამდე და ამ ჯერზე ამ შემთხვევაში მოვთხარი რა თქმა უნდა აქეთ ბოლოში არის კორიდორის ტუალეტი. Il revient, il me dit ah ça je l'ai vraiment perdu, j'ai tiré la chasse. Je lui dis tant mieux. Pardon, j'ai tiré la chasse. J'ai vraiment perdu mon pipi, j'ai tiré la chasse. La chasse quand tu il y a l'eau qui tu rajoutes, il y a l'eau qui voilà. ანუ მან თქვა რომ მე ჩავრეცლო. Et alors je lui dis mais pourquoi vous dites que c'est perdu? რატო ამბობთ რომ დაკარგული არის? Il me dit parce que chez moi il y a une pièce, il a un grand appartement. Il y a une pièce où il y a les flacons de tous mes pipis depuis 10 ans. Ah non, ça c'est pas les flacons quand il était. Chaque fois qu'il fait pipi, il met ça dans une petite bouteille, il ferme la bouteille, il la met, et là, des étagères pleines de ces bouteilles de pipi. Je suis désolé, on va manger après, c'est pas terrible. როცა მეუთხარი კი, მაგრამ რო დაბრუნდა ტუალეტიდან თქვა რომ მე დავკარგე ჩამიშარდი, იმიტომ რომ ჩავრეცლო, მე ვკითხე კი, მაგრამ რატომ დაკარგეთ, რას ნიშნავს დაკარგეთ და მან თქვა რომ 10 წლიდან მე მაქვს დიდი სახლი აქვს და მე მაქვს ერთი ოთახი, სადაც 10 წლიდან ბოთლებში ვინახავ, ჩემს ფლაკონებში ვინახავ ჩემს შარდს და ხურავ და მაგ შენახული გავსებული ოთახი. Elle voulait poser cette question. Est-ce que cette hypocondrie et ça a commencé de son enfance? On va y arriver. D'accord. Alors, à ce moment-là, parce que moi je vais très vite avec lui, et à ce moment-là, je lui dis, mais comment vous faites pour vous endormir? Comment vous faites pour vous endormir? C'est un rythme aussi. C'est pas tous les jours que vous entendez des trucs comme ça. Alors écoutez. ყოველდღე ხო არ არის ესეთი რამე მოსმენა რომ შესაძლოა კონტაქტ მომისმინეთ. მე მას ვკითხე თუ როგორ იძინებდა, ესე იგი როგორ ანდორმი ღარი ჩაძინება, როგორ ახერხებდა ჩაძინებას, იმიტომ რომ ეს რიტმებთან არის დაკავშირებული. Je lui dis, il y a la circulation du sang, et la circulation de la respiration, mais il y a la circulation de ce qui vous entoure, à savoir le temps, le jour et la nuit. Ну, არის, იმიტომ რომ უცხოური არის ცირკულაცია აერის, ცირკულაცია სისხლის, ძარღვებში და შემდეგ, მაგრამ არსებობს კიდევ ცირკულაცია, ანუ დღისა და ღამის მონაცვლეობა და გარკვეული რიტმები, რომელიც ტრიალებს. Il ne me donne pas, il me dit, je dors très mal. არ გამკვირვებია რაც მიპასუხა, მითხრა რომ ცუდად ძინავს. Je dors 2 heures, je me réveille, j'ai des angoisses, je pleure, je m'endors 2 heures, exactement comme un bébé. Les bébés, c'est pareil. მან მითხრა რომ ძალიან ცუდად ძინავს 2 საათი, ესე იგი
ჩამეძინება 2 საათში მეღვიძება ვტირი, ხამე მე ისევ ჩამეძინება, ისევ მეღვიძება ვტირი და ასე შემდეგ. ნუ რა ოლივია ამბობს ზუსტად ისე როგორც ჩვილ ბავშვი, როგორც პატარა ჩვილი ბავშვი, ზუსტად ბავშვი ხო? ხამე იღვიძებს ვტირის აზლევინძუს მე იწის. On a des conversations qui vont dans tous les sens. Et je lui dis, mais qu'est-ce qui vous rassure? Ben, ce qui me rassure, c'est d'ouvrir la porte de la pièce où j'ai mis tous mes flacons de pipi et de les compter. Alors, qui compte les moutons, qui compte je sais pas trop quoi, lui compte ses pipis. და რა გამშვიდობთ ამ დროს და მან თქვა რომ მე ესე იგი ვაღებ კარს იმ ოთახის სადაც მე მაქვს ეს შარდი ფლაკონებში შენახული და ვითვლი მათ. ზოგი ითვლის წვრებს რომ ჩაეძინოს, ზოგი ერთი სხვა ზოგი და მან ესეთი პასუხი გასცა. Et puis il me dit, mais j'ai une idée. Après chaque séance, je voyais tous les jours, parce qu'il cognait quand même. Après chaque séance, je crois que je peux vider un flacon de pipi. Et je lui dis, mais si la séance est très importante, essayez d'en vider 2 ou 3. და ესე იგი მე მან მითხრა რომ ეხლა ისე კარგად მიდის ჩემი სეანსები რომ მე ყოველი სეანსის შემდეგ შემიძლია რომ დავუნდე სახში და ერთი ფლაკონი ესე იგი რეზერვუარი შარდის გადავასხმე. და მე უთხრა იმას რომ თუ ძალიან კარგი სეანსი მოგეჩვენებათ რომ ძალიან კარგი სეანსია შეგიძლიათ 2-იც გადაგქონო. Une fois il arrive, il me dit j'en ai vidé 4. Mais, comme j'ai rêvé de vous, j'en ai vidé 2 autres. Encore. Ah ouais. და ერთხელ მოვიდა და თქვა რომ იზედად კარგი სეანსი იყო წინა სეანსი რომ 4 გადავაცხნი, მაგრამ მე თქვენმე დამესიზმრეთ და რახან სიზმარიც ვნახე 2 კიდე მივაყოლე შეგვიძლია. Donc, je lui dis, on est arrivé à un moment où vous pouvez tout vider, parce que... Et je lui parle du transfert. Je dis parce que dans le transfert, vous videz ce qui ne va pas dans la parole. Donc, c'est plus la peine de garder vos flacons de pipi, vous pouvez virer tout ça. და მე მას ვთქვა რომ ბოლოს თქვენ შეგიძლიათ საბოლოოდ ყველა თქვენი ფლაკონი გადაასხათ, იმიტომ რომ ის რაც სიტყვაში იყო გამოუთქმელი, ტრანსფერში იღურება. ესე იგი ტრანსფერში მოდის, გადმოდის და აღარ არის საჭირო ამის კონსერვაცია და შეგიძლიათ გადაასხათ ყველა. C'est une cure qui a duré 4 ans, avec modelage, avec dessin. Bon, on a réparé quand même les blessures de l'enfance. Il a pu reprendre son travail très bien, mais de temps en temps, il a ses alertes. Il me dit, il m'appelle, il dit, si vous avez envie de vous couper les veines ou de vous étouffer, c'est mieux de m'appeler. C'est mieux de m'appeler. Et donc, je le vois tous les 2 mois, tous les 3 mois, tous les 15 jours, tous les 6 mois. C'est une cure qui a duré de 2011 à 2015. Et là, on est en 2026. Pendant ces 10 années, j'ai dû le voir une trentaine de fois de façon épisodique, à chaque fois qu'il y avait des alertes. ანუ ეს კურნალობა ამ პაციენტის ანალიზი გაგრძელდა 4 წელი. ეს ახლა ჩართული ის მოდლაჟი, ესე იგი პლასტელინი, თიხა და ბევრი ხატვა და შემდეგ და მან განაახლა მუშაობა, დაძლია თავის სიმპტომები, კარგად გახდა და მე მას ვუთხარი რომ ეს 2011 წლიდან 2015 წლამდე რეგულარულად მოდიოდა და მე მას ვუთხარი რომ თუ თქვენ გექნებათ ხრჩობის შეგრძნებები ისევ დაბრუნდება ან შფოთვები და ეს ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ, თქვენ შეგიძლიათ დამირეკოთ და 2 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ ან 15 დღეში ერთხელ ხვდება ხოლმე და შეიძლება ითქვას რომ ეს 2026 წელია, 2015 წლიდან 2026 წლამდე 30 ესეთი რიგარეშე თუ შეიძლება ითქვას séance conda. Et puis il s'est mis à développer une passion. Alors, je sais pas comment on dit en géorgien, tu sais, les écluses, est-ce que c'est qu'une écluse? C'est un bateau qui arrive comme ça, sur l'eau, un bateau. Oui, donc, un petit bateau. Et la voile. Et l'eau, elle est là. Et ensuite, l'eau, elle est là. Et donc, il y a un système où on fait passer de l'eau à là. Oui, à là. oui, ça peut dire pas. Ça s'appelle comment? Je sais pas, mais je peux expliquer. Mais il y a un nom pour ça. En français, on dit écluse. Oh, mais je suis pas marrant, mais je peux les expliquer, j'ai lu plusieurs fois ça. Explique, mon frère. ანუ საქმე ეხება რას გემებზე მე ბავშვობაში პერჯერ მინახავს ეს რა ქვია არ ვიცი ეკლუზ ქვია ფრანგულად როდესაც გემი პორტში შედის წყალს გვრის
არის ესეთი პრელი, საიდანაც ვიგროვებაც ხო, ხშირად რო დამსუბუქდეს იმის მიხედვით. ხო, Déjà, t'as compris? Bon, donc il est en train d'écrire un livre sur les éclus. Oui, oui, oui. Du bateau qui passe d'un niveau de l'eau, qui est le niveau A, un niveau de l'eau qui est le niveau B, qui est supérieur ou qui est inférieur à A. Des fois, les éclus, tu vois? Oui, ça. L'ascenseur de l'eau. და ეხლა ამჟამად ის წერს წიგნს აი ამ მექანიზმზე გემების, რომელსაც ქვია ეკლუზია. ანუ ეს წყლის გამოსავალი. იმიტომ რომ, ეს რთული სისტემა, ესე იგი მაგალითად, როცა გემი არის A დონეზე, მერე გამოუშვა წყალსა შლუზი ხო არა? შლუზი. არა, მადის წყალი და ჩადის. როცა გადადის, თუ თვითონ არა, უასხამს, გემი ასხამს. Voilà, Madame Connet, très bien. გამოსატუმბი. Bon, c'est-à-dire que toutes ces préoccupations sur ce qui circule pas, ce qui équilibre, au lieu d'en faire une obsession mélancolique sur son corps, du fait qu'il ait pu, en analyse, symboliser la perte d'un élément qui ne soit pas une destruction, il a pu déplacer sa question sur le champ de l'autre, sur le champ social, d'une invention. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ის ობსესიური და მელანქოლიურ ღერძზე საკუთარ სხეულზე განიცდიდეს ყველაფერს, რასაც ის განიცდიდა, ესე იგი ანალიზის დაწყების წინ, მას შემდეგ, რაც მან მოახდინა ამის სიმბოლიზაცია ტრანსფერში, მას შეუძლია გადაიტანოს sur le champ de l'autre, ესე იგი სხვის ველზე, გარეთ, სოციალურ დონეზე და მაგალითად ინვესტიციას შექმნას რაღაც დაწეროს რაღაც ისე რომ ეს აღარ იყოს განცდილი როგორც ეს კატასტროფა საკუთარ სხეულში მელანქოლიურ ღერძს. Voilà, c'est-à-dire que notre travail, c'est pas de le rendre normal, c'est de le rendre vivant, pas de le rendre normal, et c'est de lui permettre d'inventer des solutions à sa psychose qui font qu'il arrive à être un peu dans la vie de tous les jours et à pas se mettre en danger. Et bien sûr, avec des patients comme ça, on sera là tout le temps. Dire que si ça va pas au bout de 2 ans, 3 ans, il m'appelle. Il n'y a pas ce qu'on appelle la liquidation du transfert. Je ne viens pas un comme les autres. Voilà. Je viens un point très important dans sa vie, qui est le lieu où il peut confier ses angoisses, etc. Et très certainement, ce lieu, pour reprendre la question de Madame Lachaudet après, il n'a pas pu le constituer quand il était un petit enfant. Un sujet qui a été laissé tomber par l'autre. ეს თავიდან დავიწყე, ბოლოდან დავიწყე თარგმნას, რომ ეს არის ბავშვი, რომელიც იყო მიტოვებული ფაქტიურად გარკვეული თვალსაზრისით პირდაპირ გაგებით არა, laissé tomber, ესე იგი მიგდებული, მიტოვებული, როცა პატარა იმიტომ რომ მისი ბიორიტმები და ფუნქციები არ სიმბოლიზირდა და რეალურ სხეულში გაიჭედა, შეიძლება ითქვას და ამ პაციენტებთან, მსგავს პაციენტებთან ჩვენი მიზანი არ არის, რომ ისინი გახდნენ ნორმალურები, არამედ ჩვენი მიზანია, რომ ისინი გახდნენ ცოცხლი. და რომ მათ შეძლონ ამის სიმბოლიზაცია და ამ პაციენტებთან ჩვენ არ ვსაუბრობთ ტრანსფერის ლიკვიდაციაზე, როგორც ნევროტიკ პაციენტებთან, როცა ანალიტიკოსი ხდება, ვთქვათ, ერთ-ერთი ადამიანის შორის, არამედ აქ ანალიტიკოსი იკავებს მუდმივად მთელი ცხოვრება პაციენტის ცხოვრებაში ესეთი საყრდენი წერტილის ადგილს, ათვლის წერტილის ადგილს, რომელთან კონტაქტით სხვადასხვა სიხშირით მას ყოველთვის ესაჭიროება. Voilà. Olivier, c'est génial. Bien sûr. Oui, je l'ai. D'accord, après je vais. Après tu vas à l'aéroport, et ben ça me donne pour toi. Bon, alors, allons-y pour les questions. Arrête, tu vas bien? Au revoir. À bientôt. არა, ესე იგი უკვე ფსიქოანალიტიკოსი მისთვის არის როგორც თოქზე მოეჭიდება რა და მიდის მთელი ცხოვრება მას. Psychanalyse pour lui, ça devient quelque chose
il tient, il s'accroche, comme le ficelle, par exemple, le cordon. Il sait qu'il a, je sais pas si c'est un cordon, mais il sait qu'il a un lieu où il peut retrouver quelqu'un qui connaît ses angoisses et qui respecte comment il traite ses angoisses. Ça veut pas dire que je prescris. Ouais. Je prescris pas de faire de l'apnée ou de se couper. უბრალოდ ვიტყოდი რომ ეს თოკი კი არ არის რომელსაც უნდა მოეჭიდოს. არამედ მან იცის, ესე იგი მას აქვს თქოდნა რომ არსებობს ადგილი, სადაც ის შეიძლება მივიდეს და სადაც დახტება სხვა, რომელსაც ესმის, რომელმაც იცის მისი შფოთვების შესახებ და რომელსაც შეუძლია ეს დაიტიოს და ესე იგი მისცეს პასუხი. Mais les questions qu'il pose, c'est pas des questions de nouveau-nés. Hein. C'est tous ces patients-là. Donc, c'est qu'est-ce que vaut mon nom? Est-ce que mon nom me protège de la mort? Qu'est-ce qui circule de vivant dans mon nom? Qu'est-ce qu'il advient de moi s'il ne circule plus quelque chose de vivant? Qu'est-ce que vous pouvez m'apporter de vivant dans mon nom? Enfin, c'est pas des questions de nouveau-nés, quoi. Est-ce qu'il trouvait, c'est pas des questions de nouveau-nés, sans doute. Le cordon du bébé, quoi. Ah oui. Ah non, ეს არ არის ახალშობილის კითხვები არ არის რომ რას მოეჭი თუ რა. Une question plutôt, c'est pas une question pour éclairer parce que pour moi je comprends la différence mais je voudrais quand même poser cette question. Par exemple, au niveau des C'est ta question à toi. C'est ma question après je vais traduire. Tu l'as traduit avant ou après? Je traduis après. Après, ben vas-y pour ta question. Souvent, chez les patients névrosés aussi, il y a des sensations corporelles. Évidemment. Oui, bien sûr, on habite son corps, etc. Par exemple, chez les femmes hystériques, et non seulement, il y a souvent quelque chose qui n'arrive pas d'avaler, le globus hystéricus, qu'on appelle, n'est-ce pas, la conversion. Ou, par exemple, le patient qui se plaignent avoir des sensations. Dans les ondes. On n'a pas dit récréation, hein? Dans les ondes génitales, avec la culpabilité, etc., il a des sensations comme ça. Mais jamais c'est, comment vous dire, ce n'est pas si lourd, ce n'est pas si massif et, si vous voulez, ça ne le désubjective pas. Pas du tout. Pas sûr. Oui. Bon, pose la question de la différence entre les phénomènes corporels dans la névrose et je dis justement des sensations corporelles. Sinon, bien sûr, la question du corps dans la psychose et dans la névrose, non. Ну, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კითხვაა ეს. სხეულის საკითხი ფსიქოში და ნევროში ამ კითხვას არის, უბრალოდ იმის რომ უფრო ნათელი გახდეს ჩვენი ლექციის საკითხი დღეს, ოლივიეს ვეუბნები, რომ აი მაგალითად ნევროზის დროსაც არის პაციენტები, რომლებსაც აქვს მაგალითად ყლაპვის პრობლემა. ან ბურთი ყელში გაჩხერილი, გლობუს ჰისტერიკუსი რო ქვია. ან გარკვეული სიმპტომები, მათ შორის ჰიპოქონდრიული, ან მაგალითად გენიტალურ ზონაში ერთგვარი შეგრძნებები, რომლებიც გავს რაღაც დაავადებას, მაგრამ არ არის რაც მათშიც აგრეთვე შფოთვას წარმოშობს და ეს შეგრძნებები არასდროს არის ესეთი რეალური, იმდენად მასიური და მადე სუბიექტივირებელი, როგორც ფსიქოზის დროს და აი ეს კითხვა დავსვი რატომ? Et donc, c'est quoi ta question? Ma question est quelle est la différence structurelle clinique entre ces deux sensations? Par exemple, le globus c'est le sujet qui dit parce qu'il y a des angoisses un peu hypocondriaques chez les névrosés aussi, mais ce n'est pas. Non, mais attends, tu me poses une question très simple. La différence structurelle entre névrose et psychose. Par le biais du corps, parce qu'on. Non, mais. Ok, j'annule ma question. Non, pas du tout, pas du tout. Alors, répondez s'il vous plaît, sinon j'annule ma question. Pas du tout. Bon. Alors, qu'est-ce qu'on appelle la névrose? C'est une pathologie due au refoulement d'un certain nombre de désirs inconscients. Ce refoulement, lorsqu'il surgit, pose un certain nombre de questions. Ce qu'on appelle la psychose, c'est
l'absence de mise en place d'un ordre signifiant qui régule le corps. Une fois qu'on a dit ça, on a pu répondre à ta question. C'est ce que je voulais, parce que vous n'avez pas fait. Mais alors, évidemment qu'il y a dans la névrose des phénomènes de corps. Effectivement, évidemment que le névrosé a un corps. C'est évident. Bon. Et que ces conflits peuvent s'exprimer par un certain discours sur le corps qui a un effet. Je ne marche pas à cette sollicitation, donc on a une paralysie transitoire. De crainte d'inhibition. Bon, ça c'est très important ce que tu dis. Ah non, Mais des sentiments de dégoût, des affects, la gamme d'affects qu'un névrosé peut avoir avec son corps n'est pas de l'ordre de la certitude, il est pas de l'ordre de la certitude délirante. Alors, je ne peux pas avaler ça, c'est-à-dire je ne donne pas mon érotisme moral à cette proposition. Je n'ai pas de bouche. Hein? Ça, c'est intéressant ton truc, parce que là, on ferait la différence entre je ne peux pas avaler telle parole, donc d'un coup, hop, ça s'arrête, et je n'ai pas de bouche. C'est pas la même chose du tout. il y a quelque chose qui n'est pas construit. Mais c'est pas les mêmes constructions. C'est pas que c'est pas construit. Effectivement, c'est pas la psychose n'est pas construite comme une névrose. Oui, oui, je suis d'accord là-dessus. ნუ არაცნობიერი ნევროზში ესე იგი არაცნობიერი სურვილი არის განდევნილი, მაგრამ არსებობს აღნიშნულები, რომლებიც აწესრიგებს და არეგულირებს სხეულს. ნუ ცხადია, სხეულებრივი შეგრძნებები იქაც არის და იქაც, მაგრამ როცა ნევროტიკი ამბობს, მე ვერ ვყლაპავ რაღაცა, სიტყვები მეჩხირება ხელში, მაგალითად და შემდეგ ეს სხვა ფენომენია და როცა ფსიქოტიკი ამბობს, მე არ მაქვს პირი იმისთვის, რომ გადავყო. ამიტომ ცხადია, ორი განსხვავებული ფუნდამენტურად განსხვავებული სტრუქტურას ეხება. Oui, c'est important. Alors évidemment, et là, Guilla, je suis complètement d'accord avec toi, quand vous travaillez avec des névroses, il faut toujours être attentif au discours que le sujet tient sur son corps. C'est ça. Toujours. Parce que Toujours. le corps, Sachant que ça peut être métaphorique. Métaphorique. Comme la conversion. Comme ce qu'on croit que la conversion hystérique. Oui, bien sûr. On explique la conversion hystérique à partir de la métaphore. ანუ რა თქმა უნდა ნევროტიკი პაციენტებით შირივით საკუთარ სხეულებრივ ასეთ შეგრძნებები და სხეულებრივი წუხილები მათაც აქვთ, მაგრამ ეს წუხილები ამ წუხილებს აქვს მეტაფორული მნიშვნელობა. მაგალითად, როგორც ისტერიული კონვერსიებს, რომლებიც შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული. Oui, bien sûr. Je voulais juste que vous me dites qu'est-ce qui se passe justement dans la psychose, que cette démétaphorisation alourdit tellement. Mais c'est pas une démétaphorisation du tout. C'est une absence de métaphore. La métaphore n'a pas eu lieu. Quand tu dis démétaphorisation, ça veut dire qu'il y a un métaphore et deux des métaphores. C'est pas vrai, c'est pas ça plutôt. Il n'y a pas de démétaphorisation. La mélancolie et l'effondrement du corps, il y a quelque chose qui est démétaphorise. Je ne suis pas d'accord avec cette histoire. Je ne suis pas d'accord. Il y a une perte du semblant. Il y a une perte du semblant. C'est pas une perte de métaphore. Irréductiblement, le mélancolique est confondu avec un objet cadavre. Voilà. Il n'y a pas, ça se métaphorise pas. Ab initio, ça ne se métaphorise pas. Qu'ensuite, effectivement, les métaphores de substitution, le semblant, etc., s'effondrent, c'est clair. Mais c'est pas une démétaphorisation du rapport au corps. C'est une perte des semblants qui entoure cette perte de métaphore initiale. ანუ ფსიქოზის დროს ხდება დემეტაფორიზაცია სხეულის, ოლივე ამბობს არა დემეტაფორიზაცია არა, იმიტომ რომ ფსიქოზის დროს მეტაფორას არ ქონია ადგილი, ესე იგი დემეტაფორიზაციაც ვერ მოხდება. მეუთხარი მაგალითად მელანქოლიკის სხეული, ღრმა მელანქოლიის დროს სხეულის არაცნობიერი ხატი განიცდის ჩამოშლას ნარცისს და ასეთ შემთხვევაში თუ შეიძლება ვილაპარაკოთ დემეტაფორიზაციაზე, ამბობს არა, იმიტომ რომ მელანქოლიის დროს სუბიექტი კარგავს თავის მსგავს სარკეში, რომელთანაც შეიძლება იდენტიფიცირდეს ცოცხალს და ის იდენტიფიცირებულია მკვდართან. Oui, voilà. Là c'est parfait ce que tu dis. არის parfait. C'est parfait. Ça, je l'ai bien vu. Oui. He wrote together, the language.
ხო კი იდენტიფიცირება შესაძლებელია ყველა ყოფილიყო სიმბოლი და იდენტიფიცირება თვითონ უმიდს როგორ თუ ვერ გავიგე. არა ვინახარ შენ ვარ ვთქვი უბრალოდ შემოვიდა და გამარჯობაო რა დაიმან უთხრა მე ვარო ეს სამთვიანი სიჩუმის მერე მოვიდაო, შემოვიდაო და თქვა ბატონო, მიესალმა რა ბატონი, გიგი არა იგი. ეს თავის არა თავი წარადგინა შესაძლებელი თუ არა დროს თვითონ უყურებია ამიტომ გონი არ არის გიგი ესე იგი შეიძლება Est-ce qu'on peut, le patient peut s'identifier avec le thérapeute qui n'est pas fou? Et Baka pose la question fou par fou, c'est-à-dire je suis monsieur par fou, c'est la DGS. Mais jamais ce patient n'a eu l'idée que j'étais pas fou. Il a pu avoir l'idée que j'étais fou. Il m'a dit il faut être fou pour s'occuper de moi. Et c'est là, après, il dit mais je suis fou pas fou. Bon. Alors, les vœux de fou, pas fou, c'est bien, on va continuer. Mais, vous savez, il y a beaucoup de patients psychotiques qui me disent, il faut être fou comme vous pour bien s'occuper de moi. Ils disent pas, vous occupez de moi parce que vous n'êtes pas fou. Il faut être complètement dingue. Pour s'occuper de moi, il faut être dingue. Regarde, ce pauvre homme-là, tout le monde lui dit non, on ne veut pas faire de trachéotomie. Non. Moi, je lui dis, bon, vous voulez pisser, allez pisser. Et après, il me dit, voilà, j'ai des flacons de pipi. Je lui dis, quoi, si la séance est bonne, vous pouvez les vider. Non, mais il faut être un vrai, quoi. À quoi voulez-vous qu'il s'identifie à une certaine liberté que j'ai dans le maniement du transfert? Mais bon, c'est un peu de dinguerie dans tout ça. ანუ ეს პაციენტი და სხვა პაციენტებიც აუცილებლად ისინი არ ფიქრობენ რომ შენ ნორმალური ხარ რა ის ხანდახან ისინი ფიქრობენ რომ შენც უნდა იყოს შეშლილი რომ გესმოდეს ჩემი იმიტომ რომ იქამდე ვიდრე ჩემთან მოვიდო და ყველა ეუბნებოდა რომ არ არის საჭირო ტრაქეოტომია არ გჭირდება ტვენეს და ასე შემდეგ მე ვიყავი ერთადერთი ვინც ტრანსფერში გამოვიჩინე გარკვეული ასე ვთქვათ ჭყალებში სიგიჟე გარკვეული პლასტიკურობა რომ ავყევი მას, გავყევი უფრო სწორად ამაში და არ დამიპირისპირებია მისთვის, ვთქვათ, რაციონალური თერაპია, არ მithქვამს, რომ არ მოშავდოთ და არ და რაღაცა. მე მეთქვი, კი ბატონო, ავყევი მას და ამან მიგვიყვანა აი ამ გულთან მისი ფსიქოზი, სწორედ, რაც ყოველთვის არნიშნავს იმას, რომ შენ დაიკავო სრულიად ნორმალურის პოზიცია. ვთქვით. ამაზე საერთოდ საფრანგეთში ყოველთვის გვარით მოიხსენიებენ თავის თავს. ყოველთვის რომ მე არასდროს არ იტყვის თერაპევტი პაციენტს არ იტყვის რომ მე ვარ შალვა, ზურა, ყოველთვის ეტყვის მე ყოველთვის და პაციენტსაც ყოველთვის მიმართავენ გვარით, არასდროს სახელით არ მიმართავენ, არასდროს. აი მაგალითად ქალბატონო ბარამიძე, ბატონო საბატონო შოშიტაშვილი და ასე შემდეგ. Arasdros bâtonneau ça va, arasdros. C'est marrant ce que tu racontes. Parce C'est que très drôle, hein. je dis, Tu veux pas m'en dire un petit bout? oui. Bon. Je dis qu'en Géorgie, par exemple, Oui. on peut dire, on peut Bon, dire, quelle discipline celle-là? on peut dire, par exemple, Monsieur Dourine, Monsieur Maminashvili, etc. Enchanté. Mais c'est assez rare, assez rare. D'accord. Le plus souvent, on dit Monsieur ou Madame Olivier, Monsieur Olivier, Madame Anna, Monsieur Jacques, etc. Monsieur Giga, c'est lui, oui. Par exemple, il est très rare que quelqu'un me dise Monsieur Maminashvili, comme mon analyste m'appelle par exemple. Tout le monde me dit Monsieur Giga, Monsieur Giga. Et encore, elle a posé la question, pourquoi vous avez lui donné votre nom
pour qu'il trouve les syllabes pour construire, mais je dis que c'est la tradition en France qui est le contraire de celle de la Géorgie. Non, mais d'accord, et je n'ai pas donné mon nom. Il a travaillé sur les actes de C'est mon lui nom. qui- Ben oui. Alors, Je ne dis pas travailler sur mon nom. Ils n'arrêtent pas, les personnes, de travailler sur ესე იგი მე არ მიმიციო ჩემს თვითონ და ეს თვითონ გააკეთა. თუ ცხადია მან იცოდა ბუნებრივია მისი გვარი. ხო, ესე იგი გვარს ეფუძნებიან ურთიერთობაში, გვარს. და გვარს ძალიან დიდი მნიშვნელობა იქაც აგეთა. საქართველოში ბევრად უფრო იშვიათია, მაგრამ ხალი როცა თხოვდება, ესე იგი ქალიშვილობის გვარს ყოველთვის იცვლის, თითქმის ყოველთვის ხო. Par exemple, en Géorgie, il est très rare que la femme, quand elle se marie, change son nom de jeunesse par le nom de son mari. Il est très rare. D'accord. Elle garde leur nom. Mais si un nom est très célèbre, Oui. ou un nom de la politique, ou je ne sais pas qui, à ce moment-là, il peut demander, réclamer à sa femme de changer son nom de... თუ მაგალითად ცნობილია კაცსა გავლენიანი მამაკაცები თავიანთ ხოლოს ονομდნენ გადმოდი ჩემ გვარს იშვიათი. C'est vachement important. C'est le rapport entre le nom que l'on porte et le nom de transfert. Très, très important. ხო, რა თქმა უნდა, აქ იყო ესეთი დიფერენციაცია იმ გვარს თუ სახელს, ხო? სხვათა შორის გვარი და სახელი, პრენომ არის სახელი, პატრონიმ მაგალითად, მაგრამ როცა ვამბობთ რა ქვია ამას, რა ქვია იმას, quel est le nom de ce რა ქვია, არის სახელი და გვარი ერთი და იგივე სიტყვა ფაქტურად ფრანგულში, ხო? როგორია თქვენი სახელი, გულისხმობს როგორია თქვენი გვარი, რა არის თქვენი გვარი. ხო და აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ რა ქვია ტრანსფერს, მან ტრანსფერს დააქვს, იმ რაღაცას რაც დამყარდა მასსა და il y a une notion de chimère transférentielle, mais ça n'a rien à voir, mais il y a quelque chose qui se crée entre le patient et l'analyste et qui n'appartient ni l'un ni à l'autre complètement. Il y a Michel de Musen qui a fait cette chimère transférentielle. C'est autre chose. Oh, Du maison de mon nom, qui s'appelle comment? On arrête là? Qu'est-ce qu'on fait? On arrête là? Oui, s'il y a des questions. Tout à l'heure, ce qui est trop biche, vous avez adressé à vous. Il y a une question là-bas, formidable. J'ai des questions. Fort. À la bête, à la bête. Une question pour prendre la coulisse. Quand vous avez dit que quand vous avez dit que l'analyste peut occuper une place comme le lieu où le patient peut venir toujours avec des régularités différentes parce que il y a quelque chose qui ne s'achève pas avec le patient. C'est-à-dire, est-ce que c'est que l'analyste, que la liquidation des transferts, on ne parle pas de liquidation des transferts chez les patients psychotiques, etc. Est-ce que c'est parce que la métaphore n'a pas eu lieu? Est-ce que c'est parce que la symbolisation n'a pas eu lieu? Ou est-ce que c'est parce que, comme vous avez dit, cette patiente était
laisser tomber avec le grêle de son corps sans les instruments de métaphorisation et symbolisation. Bon, d'abord, moi, je suis un peu prudent. On dit la métaphorisation n'a pas eu lieu. C'est vrai dans le cas de la mélancolie délirante. Mais il y a toujours des bouts, des pseudo-métaphores, des pseudo-symbolisations. C'est pas comme ça, la névrose, c'est la symbolisation, la psychose, c'est pas la symbolisation. Il y a bien des éléments qui sont symbolisés, mais ces symboles ne font pas un tissu, ne font pas une trame, ce qu'on appelle la dissociation. Et dans la symbolisation, dans la parole, après. Bon. En revanche, qu'elle a eu l'intelligence, tout ce qu'elle a dit, bah, parfaitement intelligent. Ça, tu demanderas à ses étudiants sur ce qu'elle a dit, très intéressant. Mais tout ce qu'elle a compris du poids du réel, c'est essentiel. Et c'est merveilleux qu'elle l'ait compris, c'est merveilleux qu'elle l'ait compris. Dis-moi pas quelle année elle est, parce qu'elle est vraiment foutue. Oh, elle est philosophe, elle fait sa thèse de philo. C'est l'honneur. ანუ თქვენი ეს კითხვა ძალიან ესე იგი ინტელიგენტი კვიანური კითხვაა, თქვენ სწორად კარგად დასმული. ოლივე კითხულობს თქვენს ესე იგი რომელ კურსზე ხართ ფსიქოლოგიის სწავლობს, მაგრამ უთხარ ფილოსოფიაში ხართ და რაც შეეხება ესე იგი მეტაფორიზაცია არ ქონის საკითხს, ხო? რომ მეტაფორა შეიძლება იყოს სრულ მეტაფორა, გავდეს მეტაფორიზაციას, ან იმიტაცია იყოს ერთ შემთხვევაში ფსიქოზის დროს, ან სიმბოლიზაციას და მეტაფორას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს ვერ ქმნიდეს ერთგვარ ქსოვილს, დისკურსიულს ან წარმოსახვით ქსოვილს და იყოს დისოცირებული, ეპიზოდური და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ მართლაც ეს რეალური ლესეტომბერო თქვა ეს ბავშვი იყო მიღებული თავის სხეულის ფუნქციებთან და არ იყო სიმბოლიზებული, მართლაც ეს რეალურის წნეხი და წონა აწვება ფსიქოტიკს სხვანაირად და სხვა ინტენსივობით. ძალიან დიდი მადლობა, დავასრულოთ და ხვალ 19 საათზე კრისტიან ჰოფმანთან ერთად გელადებით. დიდი მადლობა, წავედი მე აეროპორტში, ვაკითხავ ჩვენს თუმას.